მოგესალმებით ჩემო ძვირფასებო და ჩემო კარგებო, ჩემო მშვენიერებო. დღეს მოდით ასეთი განვიხილოთ ჩვენ საკითხი. რატომ შენ არ გაქვს დღეს ის, რაც შენ ძალიან გინდა? ესეც შეიძლება ერთ-ერთი ასე ვთქვათ თემა სურვილებზე, იმიტომ რომ ხშირ შემთხვევაში ჩვენ რაღაცა ხშირ შემთხვევაში ჩვენ რაღაცა გვინდა, ხო? მაგრამ ნახეთ ახლა აქედან რომ დავიწყოთ, როცა ჩვენ ამბობთ რომ მე მინდა რაღაცა, ესე იგი ის მართლა უკვე შენ სამყაროს უცხადებ, რომ შენ ეს არა გაქვს, ხო? და აქაც ძალიან მნიშვნელოვანი არის ფორმულირება, როგორ უნდა თქვა შენ, რომ ეს გქონდეს რა, ანუ პირველ რიგში მე მაქვს, ხო? ეს არის უკვე აქსიომა. ამაზე უფრო მეტად ლაპარაკობ მე ჩემს ტრენინგზე, სრულიების ასრულებაზე. დღეს მოდით ჩვენ ვნახოთ ახლა ეხლა რა ენერგიებში ხარ შენ, ხო? აი აქ даже რაღაცა მეტაფორული კარტიც მოვამზადე და მე ვნახოთ ჩვენ, რა გიშლის ხელს, რომ გქონდეს ის, რაც შენ არა გაქვს, ხო, დაუშვათ და რატომ? აი რატომ? მოდით ვნახოთ ახლა რა დაგეხმარება თუნდაც. ახლა მე მინდა ვნახო ახლა უბრალოდ თქვენი ენერგია რომ გაიგოთ, იმიტომ რომ ეს ნახეთ ყველას თქვენ გაქვთ თქვენი სურვილები, ხო, რა თქმა უნდა და აი ახლა ჯერ მაინტერესებს რომ ნახოთ რა ენერგიებში ხართ, რომ თქვენ იცოდეთ და მე უკვე გავაგრძელოთ ამაზე საუბარი, რა თუ თქვენთვის საინტერესო, იმიტომ რომ ეს მართლა ძალიან კარგი თემა, ძალიან საინტერესო თემა, ძალიან მიყვარს და თქვენს ვიცი რომ გიყვართ ეს სურვილების ასრულებაზე. ეხლა ვნახოთ, აბა ვინ არის დღეს ჩვენთან, ხო, რა ენერგიებში ხართ თქვენ? ეხლა რა ენერგიებში ხართ თქვენ ეხლა? აქ შემიძლია გითხრათ, ეხლა არის აქ ადამიანი, რომელსაც შეიძლება გქონდეს აქ даже ვეტყოდე ორი პრობლემა, ან ერთ-ერთი აქედან. თქვენ გაქვთ ეხლა შეიძლება ბევრი ფიქრი იმაზე, რა მელოდება წინ. ნახეთ, შეიძლება ფინანსებში, შეიძლება საერთოდ ცხოვრებაში და აი ზუსტად ეს კითხვა, რა მელოდება საერთოდ ამ ცხოვრებაში. მაგრამ აქ თქვენ ამას უდგებით რაღაცა შიშით. და ეგრევე შემიძლია გითხრათ, რომ ეს არის სუტყვილი შიში. ბევრ რაღაცას ფიქრობთ. აქ ზოგი შეიძლება ფიქრობს იმაზე, რომ აი ხომ არ დავიწყო რამეზე სწავლა. თუ სწავლობთ, შეიძლება ფიქრობთ იმაზე, ეს სწავლა მე რას მომიტანს. იმიტომ რომ ნახეთ, აქ არის იეროფანტი, ხო? მაგრამ აქ არის როგორი სიტუაცია, ნახეთ, даже რამდენი ინფორმაცია მოვიდა, ნახეთ, გეტყვით. ზოგს აქ შიში თავის შვილებზე. რომ არ ვიცი რა ელოდება, თქვა საერთოდ ცხოვრებაში. მე მეშინია, არ ვიცი, ხო? ზოგს აქ შიში, ჩემს ოჯახს რა ელოდება, შეიძლება ოჯახში გქონდეთ პრობლემა და ფიქრობთ, არ ვიცი ეს ჩემს ოჯახში, აი რა ელოდება ჩემს ოჯახს დაუშვოთ, ხო? ზოგს აქ შიში იმისი, რომ შეიძლება ყავდეთ პარტნიორი, მაგრამ ეს პარტნიორი არის ამასთან გაქვთ თქვენ რაღაცა სხვაობას, იმიტომ რომ იეროფანტი გვეუბნება იმას, რომ შეიძლება ადამიანს გქონდეთ თქვენ დაუშვათ სხვაობა ასაკში, სხვაობა რელიგიაში, სხვაობა განათლებაში, სხვაობა მენტალში, სხვაობა ენაში თუნდაც, ხო? მანძილი არის, სხვადასხვა მანძილით შეიძლება იყოს. აქ მანძილი როგორ даже უფრო აი მენტალურიც, ხო? აი ეს რაღაცა მომენტები გაქვთ, თქვენ ფიქრობთ, რა არ ვიცი რა იქნება, ხო? პლუს კიდე შიში იმისი, მე საერთოდ ამ ცხოვრებაში მექნება თვითრეალიზება, ან ეს ცოდნა, რომელიც მე მაქვს დაგროვილი, მე შევძლებ მაგის გაცემას. აი ან შეიძლება ვიღაცას აქ რაღაცა პროექტი თუნდაც და ფიქრობთ, რომ მე მომცემს ეს პროექტი დაუშვოთ რამეს შედეგს. აი ეგეთი აქ მრავალფეროვანი კი, აი ნახეთ, დასების დედოფალი, რომელიც სულ ნერვიულობაში არის, სულ რაღაცა შპოთვაში ხართ, ხო? რაც გითხარით, ეს რომელიმე არის თქვენი ეხლა შემაწუხებელი სიტუაცია, კი. კი, ნამდვილად, იმიტომ რომ აქ როგორი ადამიანი ხართ, იცით, თქვენ ძალიან გამცემი ადამიანი ხართ, ძალიან ბევრი სიყვარულიც გაქვთ, ძალიან ბევრს ეხმარებით და შეიძლება თან მოგწონთ ეს დახმარება. აქ ოჯახზე ვიღაცა ძალიან ნერვიულობს, ან სიყვარულზე, პლუს კიდე ფულზე, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ნახეთ, ფულზე რატო? შეიძლება თქვენ დაუშვათ ხა რამე პრობლემა ბიზნესში გაქვთ, ან შემოსავალში, სიტყვაზე რაღაცა
რაღაცა მჭირდება ფული, მაგრამ აი რაღაცნაირად, მეშინია საერთოდ ფულის თემა, ხო, შემომივა ფული, არ შემომივა ფული, მექნება, არ მექნება, ხო? იმიტომ რომ ბევრს ვაკეთებ, აქ შეიძლება ახალ რამეზეც თქვენ ახლა მუშაობთ და ფიქრობ, იქიდან წამოვა ან ახალი სამსახური, ხო? აქ ძალიან როგორი ტიპიც ხარ, ხო გითხარით, აი ძალიან გამცემი ხარ, შეიძლება ძალიან გიყვარ თქვენ დახმარება და აი ამას კიდე ვისაც ოჯახი აინტერესებს, ხო, სიტყვაზე, აი მინდა რომ ოჯახში იყოს ბედნიერება, ან იყო ბედნიერება და ეხლა არ ვიცი როგორ იქნება, მაგრამ მიმართული ხართ იმაზე რომ მინდა შევინარჩუნო ეს ოჯახი და მინდა რომ ნამდვილად ბედნიერება იყოს. თუ ოჯახი არა, აქ შეიძლება გქონდეს იმისი რომ საერთოდ ოჯახს შევქმნი, მეყოლება მე აი ესეთი თქვათ ოჯახი, სადაც მე ვიქნები ბედნიერი, სადაც მე ვიქნები, ანუ ყველაფერი რო გვექნება თქვათ, ან აი ამაზეც გაქვთ თქვენ ახლა აქ ზოგს ახლა ნერვიულობა, იმიტომ რომ რაღაც ფიქრები გაქვთ უეჭველი რა. აქ კიდე ვიღაცა არის იმაზე რომ მოლოდინში თქვენი პარტნიორი შეიძლება დაბრუნების, აი ბევრი სურვილები გაქვთ, იმიტომ რომ შეიძლება ზოგს ახლა დაუშვათ რაღაცა ან დასრულდა სიტუაცია, ან შეიძლება თქვენ ელოდებით როდოს გამოვა ტრანსფორმაციიდან, ამასაც ახლა შეიძლება თქვათ, აი ეს ბევრი სიგნიფიკაცია გითხარით, ამიტომ მოდით ახლა ვნახოთ ჩვენ რატომ დღეს არ გაქვს თქვენ ის რაც გინდათ, რატომ დღეს არ გაქვს თქვენ ის რაც გინდათ. მოდით ვნახოთ ახლა პირველი, აი აქ მინდა ვკითხო ასე რომ რა გიშლის თქვენ ხელს და რა დაგეხმარებათ, რომ აი ის რაც თქვენ გინდათ, აი რა გიშლით ხელს თქვენ იმაში რატომ არა გაქვს ის რაც გინდა თქვათ, რა გიშლით ხელს, რა გიშლის ხელს, იმიტომ რომ თქვენ შეიძლება აქ ხართ როგორი ადამიანი, იცით, აქ არის დაძაბულობა, ცოტა შეიძლება დაჟე კიდე უფრო მოიცადეთ რა გიშლის ხელს. იცით რა გიშლით ხელს? აი აქ ზოგი ნახეთ დაჟე რას ვეტყოდი, იცით, თქვენ პრინციპში ხართ როგორ, იცით, მებრძოლი ადამიანი კი ხართ, მაგრამ აქ უნდა შეცვალოთ მიდგომა რა. ზოგს აქვს როგორი მომენტი, იცით, აი აქვს რაღაცა პროგრამები, რომელიც უზის თავში, თქვა, ეს შეიძლება საგვარეულოს პროგრამები გქონდეთ, რომელიც თქვენ ნამდვილად უკვე დრო მოვიდა რომ შეცვალოთ. მაგრამ თქვენ შეიძლება თქვათ, ამას, არაფერს არ უშვებით, ასე მოდით, ასე რომ ვთქვათ რა. იმიტომ რომ რა ვქნა ასეთი ბედი მაქვს, რა ვქნა რა უნდა შევცვალო მე არაფერი შემიძლია, დედაჩემიც ასე ცხოვრობდა, ბებიაჩემიც ასე იყო, ასეთი ოჯახში გვაქვს ჩვენ ეს პრობლემა და რა გავაკეთო რა. შეიძლება ეგეთი მომენტიც იყოს, იმიტომ რომ აქ ადამიანს ნამდვილად არ უნდა რომ ეს პროგრამები, რომელიც უკვე არ მუშაობს, რომელიც უკვე უშლის ხელს, უნდა მოიშოროს, მაგრამ აი რაღაცა თვირთად ადევს ადამიანს და ნამდვილად ენახეთ აქ რამდენი პროგრამები, რამდენი რაღაცა რამხელა ტვირთი აქ ადამიანს რა. ეს არის, იმიტომ არის, რომ აი პირველ რიგში უნდა იცოდეს, აი დაუშვათ მე რატო ვაკეთებ ხოლმე მატრიცას, როცა თუნდაც გაშლას ვაკეთებ ყოველთვის და ეს მუშაობს მაგრად. იმიტომ რომ იქ ვხედავ ამ პროგრამებს ზუსტად რა გიშლის ხელს, რომ შენი სურვილი არ სრულდება, ხო, რომ არა ყავს თქვათ ეს ბედნიერი ოჯახი, ხო? არა გაქვს ეს ბედნიერი ურთიერთობა. რატომ შენს ოჯახში თქვათ ხდება ის კრიზისები, რაც ხდება ეს კრიზისი, რატო არ მოდის ის ადამიანი შენ ცხოვრებაში, რომელიც შენ გინდა რომ ყავდეს, ხო? იმიტომ რომ შენ რატო არის, შენ რომ გინდა რომ ყავდეს, იმიტომ რომ შენ ქვეცნობიერად პრინციპში იზიდავ იმას, ვინც შენ გინდა რომ ყავდეს. რატო გინდა რომ ყავდეს, იმიტომ რომ ის ადამიანი შენ მასთან გააქვს ეს კონტრაქტი სულის, რომელმაც უნდა დაგეხმაროს შენ იმაში, რომ დაგამუშაოს ეს პროგრამები და ამიტომ არის ზოგჯერ როცა ადამიანი თქვათ, მე მინდა რომ მოვიდეს ასეთი და ანუ ჯერ რითიც დავიწყე, ნახეთ კიდე, როცა შენ ამბობ რომ დაუშვათ მე რაღაცა მინდა, შენ ესე იგი უკვე უცხადებ სამყაროს, რომ შენ ეს არა გაქვს, ხო? ამიტომ აქ არის პირველ რიგში ის, რომ აქ გიშლის ხელს ის, რომ შენ არ გინდა თუნდაც შენში შეცვალო ეს მიდგომა, რომ მე კი არ მინდა, მე უკვე ეს მაქვს.
რა თქმა უნდა, ეს არის აქ ძალიან უძლიერესი ტრანსფორმაციის გავლა უნდა. არიან ძალიან ბევრი ადამიანები, ვინც იციან რა უნდა გააკეთონ, მაგრამ არ აკეთებენ. შეიძლება თქვენ ბევრს კითხულობ, შეიძლება თქვენ ახლა ბევრი ინფორმაციას ფლობთ, შეიძლება даже ტექნიკებიც იცით როგორ უნდა გააკეთოთ, მაგრამ არ აკეთებთ, გაიგეთ? ანუ თითქოს შეიძლება მოსინჯეთ რაღაცა, მაგრამ არ გამოგადგათ, ნუ არ გამოგადგათ რა ახლა. აი სულ ვეუბნები ხოლმე ჩემთან ტრენინგზე გოგოებს, რომ ნუ ეს ასე მუშაობს, ეს არ არის ჩემი მოგონილი, ეს ახლა მე უბრალოდ სუნთელი ცხოვრება ვიძიებ ეგეთ ინფორმაციას, რომელიც დაგეხმარება და მე პირველ რიგში რა თქმა უნდა დამეხმაროს იმაში, რომ ჩემ ცხოვრებაში მოხდეს ცვლილებები, როცა უკვე ჩემზე ბევრი რაღაცა მემუშავა, რა თქმა უნდა უკვე იმ სიუხვიდან, იმ ბედნიერებიდან მინდა რომ სხვებს გაუზიარო, მაგრამ იქ აქ თავისი წესები. აი აქ მაჩვენებენ არ მინდა რომ ეს წესი როგორ შენ ელემენტარული შენ რო რამეს დათესავ, შენ უნდა დაელოდო იმას სანამ ამოვა, თქვათ, იმ თესლიდან რაღაცა, თქვათ, ეხლა, ყვავილი გახდეს, რა ვიცი, რაღაცა პომიდორი გახდეს, კიტრი გახდეს, რაღაცა, ხო? შენ ხო არ თხრი ყოველ წუთში ან ყვავილი რო და ანუ როგორ ვთქვი, გაიზარდე თუ არა, რატო არ გაიზარდე, ხო? დრო სჭირდება, ხო? მაგრამ ეს დრო როცა სანამ გაივლის ეს დრო, ადამიანი შედის შფოთვებში რა. არაფერი არ ხდება. ის რაც მე ვისწავლე, ის ბედნიერება არ ხდება. აი აქაც სიგნიფიკაცია შემიძლია ვთქვა, რომ ეგეც შეიძლება იყოს რა. ანუ მე რაღაცები ჩავიფიქრე, მე რაღაცები გავაკეთე, სადღაც რაღაცები ვნახე და არ გამიკვირდება რომ შეიძლება ჩემთანაც იყო ტრენინგზე და იმიტომ რომ იქ არის, აი ამას ვამბობ, რომ დრო სჭირდება, მაგრამ რომ თუ არ ხდება ეგრევე, ესე იგი არ მუშაობს. ამ დროს რა თქმა უნდა, ეს არის, განწყობაც არის, ბევრი რაღაცა ეხლა არ დავიწყებ ეხლა ამის ჩამოთვლას, უბრალოდ გეუბნებით, რომ აქ უნდა შეცვალო მიდგომა. всё, მოდით ასე რომ ვთქვა და ამიტომ აი აქ ადამიანს აქ ბევრი რაღაცა ისეთი, რაც ეხლა ან ვერ ითმენს, ან ეწინააღმდეგება, ან უკვე არ გჯერათ თქვენ, რომ ეს მოხდება და ამიტომ თქვენ ნამდვილად აი ეს გიშლით ხელს. იმიტომ არ სრულდება, იმიტომ რომ დრო სჭირდება, ხო? ელემენტარული თუნდაც ავიღოთ, რომ აი დრო არის საჭირო იმისათვის, რომ მოხდეს რაღაცა. გინდათ პარტნიორთან ურთიერთობა ძალიან გეშინიათ ხოლმე რო თქვათ, ეხლა ეს პაუზები ხდება და ეს რაღაცები და სულ მაგას გეუბნებით, რომ ზოგჯერ ეს არის აუცილებელი ეს პაუზები. მე რაც უფრო და უფრო ვუყურებ, აი მაგალითად, ძალიან მე ხო ყოველ დღე რაღაცას მაინც ეხლა ინფორმაციას ვიღებ რა სხვადასხვა წყაროებიდან და უკვე მეტად ყველაზე მეტად მაინც დარწმუნებული ვარ, რომ ყველაზე ძალიან მუშაობს ის ასე წოდებული პროგრამები, რომელიც არის ჩვენში. იმიტომ რომ აი უკვე ბევრი ათასობით კონსულტაცია მე ჩათარებული ჩემი ცხოვრება ხო აგერ არის და ვიცი ნამდვილად რომ ჩვენ თუ არ ვიცით აი ეს ისევ და ისევ ეს მატრიცა ხო, როცა არ ვიცით ჩვენ რა ხდება, რისთვის მოვიდა სული, რა ეს ენერგიები რატო მუშაობს, იმიტომ რომ ჩვენთან რომ მოდიან კონსულტაციაზე, ანუ ყველა ხდება გაოცებული რითი, საიდან იცი, ნამდვილად მასეა და მე ხარ საიდან ვიცი და მე ვიცი ენერგიები როგორ მუშაობს და გეუბნები რომ შენ შემთხვევაში თუ ეს პრობლემა გაქვს შენ რასაც მეუბნები არის იმის გამო, რომ შენი სული მოვიდა იმისათვის, რომ ეს დაამუშაოს და ამისთვის მოდიან სიტუაციები, ადამიანები, პარტნიორები, შვილები, მშობლები, ყველა ერთად მუშაობს შენზე. მაგრამ შენ თუ ეწინააღმდეგები და ეძახი არ მინდა, აი როგორც აქ მაჩვენებენ, რომ ტრანსფორმაციაში არ შედეს ადამიანი, თუმცა აქ უკვე მეუხლავ, ახლოს არის იმაში, რომ უკვე აიძულებენ, რომ იტყვიან, აქ უკვე საგვარეულო, ხო? მაგ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, სცენარიებიც გამეორდება, გინდა ურთიერთობას ეხებოდეს, გინდა საერთოდ ახლა ფინანსებს, კარიერას, რაც არ უნდა იყოს, ყველაფერს აბსოლუტურად ერთი და იგივე იქნება. იმიტომ რომ ადამიანი ეწინააღმდეგება და სულ მაგას გეუბნებით, რომ დღეს არის სიტუაცია ისეთი, რომ ჩვენ შეგვიძლიათ გავიგოთ ყველაფერი ადვილად, იმდენი ექსპერტები, იმდენი სპეციალისტები არსებობს, ვინცაც
თვითონ იყვნენ ესეთ სიტუაციებში, როცა კითხვები ბევრი ქონდა და პასუხები ცოტა და დაიწყეს ძიება და თავის თავს უშველეს და ეხლა უკვე მზად არიან რომ სხვებსაც დაეხმარონ, ხო? რომ უბრალოდ არის სირცხვილი, რომ ადამიანმა თქვას, მე არ ვიცი რა გავაკეთო, მე არ ვიცი ჩემი ცხოვრება როგორ გავაუმჯობესო, მე არ ვიცი პარტნიორთან როგორ შევცვალო სიტუაცია. ეს უკვე არის როგორ ადამიანი პასუხისმგებლობას თავის თავზე არ იღებს და უნდა რომ ადვილია რა თქმა უნდა გადააბრალო ბედს, გადააბრალო პარტნიორს, გადააბრალო მშობლებს, გადააბრალო სიტუაციებს, ქვეყანას, სახელმწიფოს, რა ვიცი, ყველაფერს რა. მხოლოდ მე ჩემს თავზე მუშაობა არ მინდა. იმიტომ რომ რა ვქნა, ეგეთი ვარ და მიმიღეთ როგორიც ვარ და ისეთი პარტნიორით შემოვიდეს, რომელიც მე მიმიღებს ისეთს როგორიც მე ვარ. კი თავიდან შემოვა და მიგიღებს ისეთს როგორიც ხარ, მაგრამ მე რო ძაამაგრად რო შეგიყვარდება, ხო? აი მე იწყება ეს ყველაფერი, რო დატრიალდება შენს თავს, რომ მოგიწევს ეს ცვლილები, იმიტომ რომ ადამიანის დაკარგვა არ გენდომება, ასე მუშაობს კარმული ურთიერთობა, მაგრამ თუ არ შეიცვალე და კარგავ და მე იმას რო დაკარგავ, იტყვი, ხო, მე რა წავიდეს, სხვა მოვა, უფრო ტკბილად, მე უფრო მწარად დაგატრიალებს ისევ, რომ იმიტომ რომ სულმა თუ აირჩია ის, რომ ეს უნდა გამოვიარო მე, ბევრიც რო არ გინდოდეს, ხან იქიდან ესა რა ქვია, შემოვა სიტუაცია, ხან აქედან, ხან იქიდან, მაგრამ მაინც გაიძულებენ, ხო? თუ არა და არა და არა, აი მე უკვე სიბერეში რო არიან ეს ადამიანები, რომელიც არიან უბედურები, რომელიც არავის არ სჭირდება, არ შვილებს, არც არავის, არც მეგობრებს ზიან იქ მარტო სადღაც, რა ვიცი, ელოდებიან უკვე თავის დღეს წასვლისას, აი ეს არიან ის ადამიანები ზუსტად, ვინც იძახეს, არა, ეს არის სისულელე, ეს ძვირია, ეს მე ფული არა მაქვს, ვერ გავაკეთებ, ჩემს თავში ვერ ჩავდებ და აი ასე შემდეგ. აი ეს არის რა, ჩვენ აქ მოვედით ბედნიერებისთვის, ჩვენ აქ მოვედით სიყვარულისთვის, მაგრამ ჩვენ აქ მოვედით იმისთვისაც, რომ ვიმუშაოთ იმაზე, რომ სულს ზრდა უნდა, სულს გამოცდილება უნდა, სული მოვიდა აქ იმ გამოცდილების მისაღებად და რა თქმა უნდა, შენზეა დამოკიდებული, შენ ამას როგორ გაევლე. რთულად თუ უფრო გაადვილებ სიტუაციას და გაიგებ, თუნდაც გაიმეტებ შენთვის და გაიგებ, რომ ხალხო ამიხსენით მე რა მჭირს. აი რატომ დავუშვათ ეს შპოთვები მაგ იმაზე. მიხვდით რა ხდება? იმიტომ რომ ნუ აქ ეგეთი სიტუაცია არის ნამდვილად და რა დაგეხმარება თქვენ, რა დაგეხმარებათ, აი ზუსტად ეს ნახეთ და გოგო არის მესამე თვალი რა. რომ გაიგო შენ უფრო მეტი შენს თავზე. უფრო მეტი გაიგო შენს თავზე. გაიგო ის, რაც არის უხილავი, რა არის უხილავი, აი კიდევაც ის გითხარით რა. და ნამდვილად აი სამწუხაროდ არის, რომ ნუ არიან ზოგი თქვათ ახლა, ისეთი ფსიქოლოგები მარტო ესენი დაყრდნილები არიან, მარტო თქვათ ახლა იმ ფსიქოლოგიაზე, მაგრამ ნუ არ არის მარტო ეს და მაგაზე აი ვერავინ ვერ დამარწმუნებს, აი დედამიწის ზურგზე, რომ არა ხარ მართალი, ეს სულების კარმულები და რაღაცები, ეს არის სისულელე, არსებობს უბრალოდ აი ადამიანი არის სუსტი, ადამიანი არის ისეთი, ადამიანი არის ასეთი. არა. აი ეხლა ტრენინგი რომ მიმდინარეობს ჩემთან გოგოებს ვაძლევ ორივე მხარს, ფსიქოლოგიის დონიდანაც და ეზოტერიკის დონიდან. რა ხდება თქვათ იმ და იმ სიტუაციებში, გინდა ფულს ეხებოდეს, გინდაც ურთიერთობას, გინდაც თავის გამოჩენას და ასე შემდეგ რა, იმიტომ რომ ეს ინფორმაცია არის ნამდვილად, აი საკრალური ინფორმაცია არის აქ, ნახეთ, ეხლა აჯნაში არის ხო? საკრალური ინფორმაცია უნდა გაიგო შენ, ანუ შენზე რისთვის მოვიდა ეს სული უნდა გაიგო და მაშინ უკვე შენ ბევრ რაღაცებში, რა თქმა უნდა, რაღაცები შეიცვლება რა შენს ცხოვრებაში, მაგრამ ნუ შეგიძლია ეწინააღმდეგო, ვაფშე პრობლემა არ არის. მაშინ არ თქვა რომ აი მე არ ვიცი, იმიტომ რომ არა გაქვს უფლება რომ თქვა, თუნდაც აი თუ ეხლა ამ წუთამდე ნახე ეს ვიდეო,
უკვე აღარა გაქვს უფლება რომ თქვა რომ ნუ მე არ ვიცი სად შემიძლია გავეგო ჩემს თავს. მე არ ვიცი როგორ უნდა შევცვალო ჩემი ცხოვრება. მე არ ვიცი რა უნდა გავაკეთო იმისთვის რომ ჩემი თქვა პარტნიორი მოვიდეს ისეთი ვისთანაც მე ვიქნები ბედნიერი, იმიტომ რომ ნუ ეს ცოტა ფორმულირება იმდენად არ მიყვარს მე, იმიტომ რომ შენ თვით შენ თავთან უნდა გახდე ბედნიერი და მე რა თქმა უნდა უკვე იმ ადამიანთან რომელიცაც ნუ ჩვენ ვიზიტად ხო გითხარით პროგრამებზე შენ თუ ნაკლებობას გრძნობ ისეც მოვა იმისთვის რომ ეს ნაკლებობა გაჩვენოს რომ კი ნამდვილად ეს არა გაქვს ხო შენ თუ დაუშვოთ ახლა ნუ სიყვარულს სულ ვითხოვ იმ ადამიანისგან ვიღაცისგან ხო ის მოვა და ნაკლებობას განახებს ძალიან კარგად ისეთ განახებს რომ გაგიჟდები რა და აი როგორ უნდა გამოხვიდე იმ ნაკლებობიდან ეს უკვე შენზე დამოკიდებული, შენ ამას გაიგებ თუ არა ინფორმაციას, შეიკითხები თუ არა ექსპერტს ვინმეს თქვათ, ვინც შენ მოგწონს და ვისაც შენ ენდობი თუ არა, თუ ისე იტყვი რომ ჩემთვის ეს არის ძვირი, შენთვის ძვირი რა? რო იყო ბედნიერი? ოკეი, მაშინ შენთვის ძვირი იყოს და იჯექი მასე. და აი ეს არის რა, იმიტომ რომ მე რომ მქონდა, ანუ სიტუაციები, რომ მართლა ფულიც არ მქონდა, არაფერი არ მქონდა, მაგრამ რო უკვე ვიჯექი, აი ზუსტად აი ამ მდგომარეობაში, რაცაც ახლა აი აქ არის, აი ნახეთ ახლა უკვე ყველაფერზე მზად ვიყავი, ოღონდაც მიშველეთ, რა გავაკეთო რა? როცა უკვე სული ტირის კივის წივის იმისათვის რომ დამეხმარე და უკვე აი მე უკვე ნახეთ როგორ მუშაობს ეს სამყარო როცა უკვე ვთქვი რომ მზად ვარ ოღონდაც ღმერთო დამეხმარე რაღაც გავიგო ეს რისთვის მოვედი აქ მე ამ დედამიწაზე ხო რა უნდა გავაკეთო ისეთი რომ გამოვიდე ამ მდგომარეობიდან რა მდგომარეობაში დღეს ვიმყოფები და ფულიც მოვიდა ყველაფერიც მოვიდა იმისათვის რომ გამეგო და ჩემი ცხოვრება შემეცვალა და ამიტომ და დღეს რაც არის, აი ყოველ დღე ვზივარ და ვფიქრობ რომ ღმერთო, მადლობა, მაგრამ აი ნამდვილად არ მეგონა თუ ამდენი რამ მელოდებოდა ამ ცხოვრებაში კარგი და თუმცა ეს დაიწყო იმით რომ მე პირველ რიგში გავიგე, ვიპოვე, თქვა თუნდაც ის თანხა რომ გამეგო, რა ხდება, რა მჭირს რა, იმიტომ რომ ის ადამიანი ვისთანაც მივდიოდი იმანაც ახლა რა თქმა უნდა რაღაცა რესურსები ქონდა იმასაც დახარჯული იმისათვის რომ გაეგო ბევრი რაღაცები რომ მე უკვე მეც რომ მივედი და ვიყიდე მისგან ცოდნა ჩემზე ხო ეს მიმოცვლა ენერგიის ყოველთვის ხდება ხო ამიტომ თქვენი ამოცანაც ეს არის ვინც არ იცით კიდე უნდა გაიგოთ, იმიტომ რომ მე მყავს ძალიან ბევრი სტუდენტები, ვინც ნამდვილად კიდევაც გაიგეს, კიდევაც სწავლობენ და დღეს მათი ცხოვრება არის სრულიად შეცვლილი და ძალიან მიხარი. ამიტომ აკაც გეუბნები, თუ გინდა რომ შენ ცხოვრებაში, იმიტომ არა გაქვს რომ შენ აი ასეთ მდგომარეობაში ხარ და ორი ტრანსფორმაციული ენერგია აგერ არის და ნუ ეწინააღმდეგები მიდი და გაიგე შენს თავზე რომ რა გჭირდა რა ვნახოთ აბა რას მოგიტანს შენ ეს გაგება ვნახოთ ახლა ჩვენ რას მოგიტანს და ბედნიერება ზუსტად აი რაზეც შენ აი აქ ოცნებობ შენ ხო ოცნებობ ბედნიერებაზე, შენ ხო ოცნებობ იმაზე, რომ იყოს ყველაფერი კარგად, რომ შენი სული ამოისუნთქოს. ზუსტად აი ეს ბედნიერებაც მოგივა. თასების დედოფლით დავიწყე და თასების დედოფლით შემიძლია დავამთავრო რა. რომ ეს არის სრული ბედნიერება, იმიტომ რომ და აჰა, ბოლოში არის 10-იანი პენტაკლების. როცა მე გავიგებ ჩემს ცხოვრებაში რა მაქვს, რა უნდა ვაკეთო, როგორ თქვათ მყავდეს თქვათ ეს ბედნიერი სამსახურებრივი გინდა, ოჯახის გინდა, ხო? უბრალოდ აქ არ არის საჭირო თქვათ ახლა უბრალოდ უნდა არჩევანი გააკეთო, შენ თვითონ უნდა არჩევანი გააკეთო, გაესაუბრო ადამიანს, რომელსაც შეუძლია შენი დახმარება, რომელიც გეტყვის შენ რა უნდა გააკეთო, შეიძლება თქვა სადმე ისწავლო, რა ვიცი, მე ტრენინგი გაიარეთ, რაღაცები ნახეთ კიდე და ნამდვილად გახდებით თქვენ აი ეს პროფესიონალი და თქვენი ყველანაირი პრობლემები, რომელიც თქვენ აქამდე გაწუხებდით, რომელიც აი ეს ინფორმაცია რა, ინფორმაცია რო არ გქონდათ თქვენ, ხო? აი ეს ყველაფერი თქვენი ცხოვრებიდან წავა და აი ეს თქვენი პენტაკლების აქაც რო იყო, რაზეც თქვენ ნერვიულობთ ახალი ჩემი ცხოვრების, ხო? მოხდება ცვლილება, იმიტომ რომ ეს ცოდნა იეროფანტე მოგცემს თქვენ ახალ გზას. ეს ახალი გზა, ახალი ნახეთ გოგოს, ეს ახალი გზა
და თქვენი სული გაიხარებს, რომ ბოლოს და ბოლოს გამომიყვანე შენ მე ამ სიბნელიდან, ასე რომ ვთქვათ, ხო? რომ მე არ ვიცოდე და ეს დახმარება მიიღე, არც თქვი უარი, მოძებნე, ნება იბოძე, ხო? და დაიწყე და აქ სხვათა შორის გეუბნებიან კიდე რას. ნუ დადიხარ სადმე ნახეთ, ბევრი ინფორმაცია შეიძლება გაიგო, თქვათ, ახლა YouTube-ზე, ხო, სიტყვაზე. ან სოცქსელებიდან შეიძლება იქით ნახე, აქეთ ნახე, იქით ნახე, მაგრამ ვერ ყალიბდები, ხო? იმიტომ რომ ამან ეს თქვა, იმან ეს თქვა, ეს მეუბნება ასექენი, ეს მეუბნება გაუშვა, ეს მეუბნება არ გაუშვა, ეს მეუბნება შენ თავზე იმუშაო, ვერ გავიგე, აჯაფსანდარე. ამიტომ უნდა აირჩიო ის სპეციალისტი, რომელიც შენთვის არის, შენ მოგწონს, შენ გრძნობ, რომ მას აქვს ჩემთვის ინფორმაცია და უნდა მიხვიდე მასთან და ნამდვილად შეიცვლება, აქ სრულიად შეიცვლება შენი სიტუაცია. აი, ეს კითხვები, რომელიც შენ გაწუხებს, ეს კითხვები, რომელიც შენ არ გაძინებს, რომელიც შენ არ გაძლევს საშუალებას, რომ შენ ცხოვრება შეცვალო, აი, ყველა ვარიანტში შეიცვლება. ყველა შენს თავს უნდა პირველ რიგში მოიგო რა. აი, შენი იმიტომ რომ ხშირ შემთხვევაში, აი ეს, ну, ხშირ შემთხვევაში კი ყველა შემთხვევაში ყველა პრობლემები მოდის აქედან. всё, შენზე არის დამოკიდებული, შენ ამას მოერევი თუ არა, იმიტომ რომ გეუბნებით, რომ არსებობს უამრავი ტექნიკა, არსებობს უამრავი ადამიანები, ვისაც შეუძლია შენი დახმარება. აქ საქმე უბრალოდ იმაშია, შენ რას იზავ, შენ არჩევანს გააკეთებ თუ არა. აი, ეს არის, აი, ნახეთ. შენ ინფორმაციას თუ მიიღებ, შენ იქნები ძალიან ბედნიერი. всё, მეც აღარც გეტყვით, იმიტომ რომ აქ სულ, ну, თქვენზე ლაპარაკი, რომ აჰა, ფიქრობთ იმაზე, გინდათ ახლა ურთიერთობაზე, გინდათ ახლა შვილებზეც ფიქრობთ, გინდათ, ну, აქ ძალიან ბევრი ფიქრები გაქვთ, მაგრამ გითხარით რა, სადაც არის თქვენი ეს ინფორმაცია, იმიტომ რომ გინდათ მე შვილებზე და შვილიშვილებზე შვილიშვილები დაიბადნენ თუ არა, იმ დღესვე გავუკეთე მატრიცა და დღეს სამშვენიერად კარგად ვიცი ამ ბავშვობა რა სად უნდა დავეხმაროთ იმისათვის, რომ ამათი ცხოვრება უფრო და უფრო ადვილი იყოს, იმიტომ რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანი საერთოდ ძალიან მნიშვნელოვანია, იცით, აი, როცა მეტყვი შვილებზე შენ იცი, ну, ეს არის რაღაცა კიდე სხვა თემა და ძალიან სასწაული. всё, ჩემო სიხარულებო, მიყვარხარ და მე გისურვებ თქვენ მხოლოდ და მხოლოდ ყველაფერს კარგს და რა თქმა უნდა სიხარულის ბედნიერებას და მინდა რომ იყოს სულ ყველა მართლა კარგად და ბედნიერად რა. მომავალ შეხვედრამდე.